როგორ უნდა მოაწონო თავი ქალს? ამ საკითხში ძალიან ბევრი ინტერნეტ ექსპერტი არსებობს, რომლებიც სხვადასხვანაირ მეთოდებს გასწავლიან. თუ როგორი მზერით უნდა გახედო ქალს, რომ თავი მოაწონო, ან როგორ უნდა ჩაიცვა, რომ ნამდვილი ალფა-მამრის შთაბეჭდილება დატოვო. მე კი გული მტკივა, როდესაც ვუყურებ მამაკაცებს, რომლებიც მზად არიან ყველაფერი გააკეთონ, ოღონდაც თავი მოაწონონ ქალს. სამაგ სალტოებს აკეთებენ, რომ ქალმა კონკრეტულად ის აირჩიოს და არა სხვა. ქალის მხრიდან ხელმიუწვდომებლობა დღეს საკუთარი თავის ფასის აწევის მეთოდად გადაიქცა. სპეკულაციად, რომელიც უპრინციპო და მარტივად მანიპულირებად მამაკაცებზეა გათვლილი, როგორიც სამწუხაროდ საკმაოდ ბევრია, რომელიც მზადაა მისცეს ყველაფერი ოღონდაც მიიღოს. აი ის კონკრეტული ქალი. ასეთი ტიპის მამაკაცის ყველა ქმედება არის ქალის ყურადღების მისაქცევად. ვარჯიში, ბარბერშოპი, მანქანა, ჩაცმულობა, ყველაფერს ქალების ყურადღების მისაქცევად აკეთებს. ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ მამაკაცი ამ ყველაფერში ვერ ხედავს პრობლემას. იმის სურვილი, რომ კონკრეტულ ქალს თავი მოაწონო და შეაყვარო, არის სრული სიგიჟე. ქალზე ზრუნვა და მისთვის რაღაცის მტკიცება მხოლოდ იმ შემთხვევაშია აქტუალური, თუ შენ ნორმალური, გაწონასწორებული, ემოციურად დაბალანსებული, ოჯახისთვის გამოსადეგი ქალი გიდგას წინ, რომელსაც კონკრეტული გეგმები აქვს ოჯახის შექმნის სახით და უნდა რომ დარწმუნდეს შენი მიზნების სერიოზულობაში, რომ შენც იგივე მოტივაცია გამოძრავებს, შენც ოჯახის შექმნა გინდა და შეესაბამები მაგ კრიტერიუმებს და ეს სამართლიანია. იმიტომ რომ ასეთი ქალი რისკავს თავის ღირსებას, თავის მომავალს და უნდა რომ კარგი ქმარი აირჩიოს და მას თავისთავად უნდა უმტკიცო. მაგრამ შენ ჯერ არც კი იცი ვინ გიდგას წინ. არ იცი ქალს შენამდე რამდენი ურთიერთობა ჰქონდა. ხედავ რომ იცვამს გამომწვევად უპრინციპოა, ქედმაღალია, კონფლიქტურია. თვით შეფასება კოსმიურ მასშტაბებამდე აქვს გაბერილი. ამ შემთხვევაში რა უნდა უმტკიცო და შენ მაინც სამაგ სალტოებს აკეთებ კლოუნივით რომ დედოფალი გაართო, რომ მას თავი მოაწონო. უბრალოდ დაფიქრდი, მასეთ ქალს რა უნდა უმტკიცო. აქეთ აქვს დასამტკიცებელი რომ რამე ღირებული არის მასში.